იღუმენი ნიკონი, ცხონება, წერილი პირველი. ძვირფასო დედა ვალენტინა, როგორ ხართ? მართლა ისე ცუდად გრძნობთ თავს, რომ აქ ვერ ჩამოდიხართ, თუ არ გიშვებენ. რატომღაც გგონია, რომ მეორე ვარაუდი უფრო სწორია. მარიშას არ უნდა თქვენი წამოსვლა, რადგან ეშინია, რომ უთქვენოთ ის და კატია ვერ მორიგდებიან. მაგრამ გასულ ზაფხულს ხომ ისინი ორნი იყვნენ და უფრო მეგობრულად ცხოვრობდნენ, ვიდრე თქვენთან ერთად. თქვენ კი იქნებ ცოტა მაინც უფრო დაისვენოთ. მარიშამ და კატიამ უნდა შეიგნონ, რომ საჭიროა საკუთარ ცუდ ხასიათს ებრძოლონ და უფრო მეტი იფიქრონ თავიანთ საუკუნო ხვედრზე. მათ კი სამუშაოსა და მატერიალური მიზეზების გამო ავიწყდებათ ღმერთიც, საუკუნო ცხოვრებაც და როცა ბრმა მრისხანება ეუფლებათ, ყველაფერზე მზად არიან. არ უნდათ გაჩუმება, მოთმენა, ერთმანეთისათვის ბოდიშის მოხდა, ითქვა, ურთიერთად სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჩული ქრისტესი. მარიშამ მეტი იცის და მეტი ესმის, მან უნდა გაუწიოს ანგარიში კატიას და მის ნაკლოვანებებს, თავისი და მისი ცხონებისათვის, მოითმინოს, დაუთმოს, შენდობას თხოვოს, თუნდაც არაფერში იყოს დამნაშავე. ასევე არ ღირს რაიმე ამ ქვეყნიურის მეტისმეტად დაფასება. და ნაკლები გამოიმუშავონ, ან და რაღაცაში ზარალიც ნახონ, სულიერი წარმატების მოპოვებისა და სულის ცხონებისათვის. ცოტა კიდეც უნდა მოვითმინოთ. როცა მეც მანდ ვიყავი და თქვენც, რა გამოვიდა? თუ კაცისნება არ არის, ვერავინ ვერავის დაეხმარება. ნახეთ, როგორც უკეთესად ჩათვლით, ისე მოიქეცით, მაგრამ მე გამეხარდებოდა, რომ ჩამოსულიყავით. მარიშას და კატიასაც შეუძლიათ რიგრიგობით ჩემთან იცხოვრონ. კოზელსკში გადასვლაზე უარი ვთქვი, რადგან ვერ ვხედავ ამის საფუძველს. აქ მხოლოდ შემოსავალია ცუდი, სხვა მხრივ კი თავს უკეთესად ვგრძნობ. თან ეს არც ჩემს სულიერ შვილებს დააზიანებს. იქ კი ნათლად ვხედავ, რომ დიდი უსიამოვნებები მელის, რადგანაც შური, ბოღმა და ასე შემდეგ კი არ შეწყდება, არამედ შესაძლოა უწინდელზე მეტადაც გაგრძელდეს. ვიყავი სმოლენსკში, უფროსთან, ეპისკოპოს სერგისთან, სმირნოვთან, ძალიან კარგად მიმიღო. კოზელსკში გადასვლა არც მან მირჩია, ცოტა ხნით თქვენთან ჩამოსვლის ნებაც მომცა. მე მინდოდა სმოლენსკიდან პირდაპირ თქვენთან გამოგზავრებულიყავი, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა და გული მეუბნება, რომ სწორედაც მოვიქეცი. უფროსმა ნება დამთო მაშინ ჩამოვიდე, როცა მომინდება, ისე რომ აღარ დავეკითხო. თუ კი ჩემი ჩამოსვლის უკიდურესი აუცილებლობა გაჩნდება, მომწერეთ და ჩამოვან. დედაო, ეს წერილი ყურადღებით წაიკითხეთ და სხვებს მხოლოდ ის მოუყევით, რასაც საჭიროდ ჩათვლით. ყველაფერს მიყოლებით კი ნუ წაუკითხავთ. დედაო, თუ ვინმე აქ ჩამოვა, სავარძელი და ის წიგნები ჩამომიტანოს, რაც თაროზე აწყვია. შემინდეთ, ძვირფასო დედაო, და ილოცეთ ჩემთვის. მომწერეთ, თუ რაიმე არასწორს ვამბობ ან ვაკეთებ. 1950 წელი.